დღეიდან პირველ კლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 3 ეტაპად განხორციელდება. 2 მაისის ჩათვლით დარეგისტრირება მხოლოდ იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომელთა ოჯახის წევრები სწავლობენ ან მუშაობენ სასურველ სკოლაში. საბუთების წარსადგენად მათ ვადა 5-დან 15 მაისამდე ექნებათ. პირველ კატეგორიას მიკუთვნებული მოსწავლეებისათვის რეგისტრაცია სკოლებში მოხდება. მომდევნო ეტაპზე კი დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე შეეძლებათ. მეორე ეტაპის ვადები 20 მაისიდან 20 ივნისამდე განისაზღვრა. ამ პერიოდში რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მათთვის საბუთების მიღება კი 24 ივნისიდან 24 ივლისამდე იწარმოებს. 10-დან 18 ივლისამდე რეგისტრაციის გავლის საშუალება იმ მოზარდებს მიეცემათ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან. შეზღუდულია ასაკიც 5 წლის მოსწავლეებს სკოლაში წასვლის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ კი 6 წელს ისინი 2015 წლის 1 იანვრამდე შეასრულებენ. პირველ კლასელთა რეგისტრაცია 3 ეტაპად გრძელდება. პირველი ეტაპი დაიწყო დღეს 2 მაისამდე გრძელდება, მეორე ეტაპი დაიწყება 20 მაისს და გრძელდება 20 ივნისამდე და მესამე ეტაპი 10 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელი არის ამ სკოლის თანამშრომელი, ან ოჯახიდან ერთდროულად 2 ან 3 ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრირდება ნებისმიერი მოსწავლე და მესამე ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დანარჩენ პირველ ან მეორე ეტაპზე ვერ გაიარეს რეგისტრაცია.